ხოთ როგორ შეიძლება ბიზნეს ობიექტით ჩანაწერის დამატება, მაგალითისთვის ავიღოთ ისევ ანგარიშის ბიზნეს ობიექტი და სანამ დავიწყებთ თვისებებზე მნიშვნელობის მინიჭებას, აუცილებლად უნდა დავიწყოთ ბრძანებით add new, ანუ მოვამზადოთ ახალი ჩანაწერი ბაზაში შესანახად და ვნახოთ რა პარამეტრები აქვს ამ მაკროს, აქ არის parent account, ანუ მშობელი ანგარიში, აქ წერია თუ სიცარიელეს გადავცევთ, მაშინ ის იქნება ფესვში მოთავსდება ის ანგარიში, თუ არა და მისი მშობელი, მაგალითისთვის ავიღოთ 11:10 ანგარიში და შემდეგ დავუშვათ დაუმატოთ ან მივანიჭოთ მის ანგარიშის დასახელებას რაიმე ტექსტი, მაგალითად აქ ავიღოთ ახალი ანგარიში და რა თქმა უნდა დავამთავროთ ასე იგი ინფორმაციის შეტანა update ბრძანებით და მოდით ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ, გავუშვათ ეს ბრძანებები, შევასრულოთ ისინი და გადავიდეთ ვნახოთ ანგარიშთა გეგმაში რა მოხდება. მართლაც აი დაემატა ახალი ანგარიში, ანგარიშის ნომერი თვითონ სისტემამ დაუმატა. იგივე მექანიზმით, ესე იგი შესაძლებელია სხვა ბიზნეს ობიექტის გამოყენება, მაგალითისთვის ავიღოთ სულაც cities, ანუ ქალაქების დამატება, ესეთი ბიზნეს ობიექტი, ეს დავბლოკოთ ეს ბიზნეს ობიექტი, რომ ის არ შესრულდეს, ანუ ქალაქებში დავამატოთ ახალი ქალაქი, ჩამოწიოთ ის ქვემოთ, რომ აქ შესრულდეს, მივანიჭოთ მას ქალაქს რაიმე მნიშვნელობა, ახალი ქალაქი და დავამთავროთ, შეიძლება სხვა მნიშვნელობებით, თვისებებით შეიძლება კონდეს მისანიჭებელი, ნუ ქალაქს მეტი არა აქვს აქ თვისება ID აქვს, მაგრამ ID-ს მხოლოდ ამოღების მაკროსი აქვს, აქ ID-ს ვერ მივანიჭებთ, ID-ს თვითონ სისტემა ანიჭებს. და დავამთავროთ ეს მოქმედება, მოდით შევასრულოთ და ვნახოთ ქალაქებში, ქალაქების ცხრილში განვაახლოთ ეკრანი და მოვძებნოთ ახალი ქალაქი, დაემატა ახალი ქალაქი. ესე შეიძლება ბიზნეს ობიექტის გამოყენება ახალი ჩანაწერის დამატებისთვის.